ხიმშიაშვილის ვახლა ვარ, დილამშვიდობისა ბატონო ივანე. გამარჯობათ, ბატონო გიორგი. როგორ აბრძანდებით? გვალდობთ ბატონო ივანე. როგორ მოგეწონათ გუშინ რესტორანი ელდორადო? რესტორანი ელდორადო უნდა გითხრათ მომეწონა, მაგრამ ეგ არაფერი. განსაკუთრებით იმით ვარ კმაყოფილი, რომ მე ჩემი ცოლი მაგდა ეგეთ კარგ გუნებაზე ჯერ არ მინახნია. 22 წელი ერთად ვართ. როგორ ქალბატონი მაგდა, ანჩხილი ხალია ბატონო ივანე. უარესია, იჭვიანია. უმიზეზოდ იჭვიანო? რა თქმა უნდა უმიზეზოდ. არც კი ვიცი რაზეც დაიწყო იჭვიანობა. მაინც ბატონო ივანე. ერთი წლის შერთული მყავდა და მთხოვა ბაზარს წავალო. მე ნება დავრდე. დავრჩი სახლში მარტო. იმ პერიოდში ერთი ახალგაზრდა მოახლე გოგონა გვემსახურებოდა. ესეთი ცქრიალა, კოხტა, დამწერწე და გოგონა იყო, კარგი კიჭები ჰქონდა. ისეთი კიჭები ჰქონდა, რომ გაიღიმებდა, გეგონებოდა მზემ გამოანათაო. უცებ წვიმის ხმა შემომესმა. გადავიხედე რას ავხედავ. ტასიკო ყვავილებს არ წყავს. წვიმიანში ყვავილებს არ წყავს. ვიფიქრე ყვავილმა ყვავილს არაფერი დაუშავოს, მეთქი და ტასიკო ვიხმე რომ დარიგება მიმეცა. ტასიკო ამოვიდა და შორს ზალის კართან დადგა. მეთქი ტასიკო ცოტა ახლოს მოდი რა რომ დარიგება მოგცე მეთქი. ტასიკო წამოვიდა და შეჩერდა. მეთქი ტასიკო კიდევ უფრო ცოტა ახლოს მოდი რომ დარიგება უფრო კარგად გაიგო მეთქი. ბავშვი იყო 23 წლისა. წამოვიდა, მოვიდა და სულ ახლოს რო არ მოვიდა, აი იმის მერე აღარაფერი არ მახსოვს. ერთი მახსოვს რომ ეს ხელი აქედან მოხვიე, მეორე ხელი აქედან მოხვიე და მესამე ხელითაც ნიკაპი რომ არ აუწიე მე ვთქი ტასიკ ბატონო ივანე. მაშინ სამი ხელი გონდა დღეს? სამი რათა მქონდა? აი კარგად მახსოვს. აი ეს ხელი აქედან მოხვიე, მეორე ხელი არა, ეს ხელი აქედან ერთი სიტყვით მაშინ ყველაფერი მქონდა. მახსოვს ბოლოს უთხარ ტასიკ, აბა ერთი შენი მხოლოდ კიჭები გამოაჩინე, მეთქი და ის ხო ბაგე უნდა გაეპო და კიჭები გამოეჩინა, თურმე რა გეკიჭება. ჩემი მაგდა ბაზრიდან მოსულა, უკნიდან მოგპარვნია და რეპლიკაზე კიჭები გამააჩინე. თხლაშ კი არა, მატაყალაშ. ისეთი ტკიცა მოახლესა კიჭებში, რომ მოახლის კიჭემასო ფოქსტროტის თამაში დაიწყეს. ის დღე იყო, ტასიკო წავიდა, მე კიდევა აი ამ დღეში ვარ. შავ დღეში ყოფილი ხართ ბატონო ივანე, შავ დღეში. მუქ ლურჯში. ბანოში. ჩემი ცოლია. იჭვიანობს, აი ახლა მოვა. ბანოში. მაგდუშ, ჩემო საყვარელო, როგორ გამეხარდა შენი დანახვა. მაგდუშე გუპკა. როგორ ახარ? კარგად ვანოში. ხომ არა გინდა რა? არა, რა უნდა მინდოდეს ისე დაგხედე. გმადლობთ. ხედავ? ქალს ეძებს დროშ. კარგად დაუსუფთავებიათ სახლი. გმადლობთ არა უშავს. მე ხლა წავალ ბაბოს დავხედა. ბაბოს უთხარ ბუბლიკის ჭამოს. ვეტყვი პაპამ შემოგითვალა მე. ხო, ეგრე ოთხარ. აბა შენიც. მე წავალ ვანოში. ხო, ნუ დავხვდები, დავხედე მე. სიყვარულო. სუფთა კრაკადილია. აი როდის შეგჭამოს არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, არ გითხრათ ბატონო ივანე, მაინც ვახერხებ. კი არ ვახერხებ, უკვე მოვახერხე. იმ კარს ახედავ? ხედავ? დარო გიჟი მღრელი. აქტრისა გაც. შენ აქტრისა უძახე და იცი რა არის? რა არის ბატონო? რო არ დამინახავს. მაინც როგორ შევყვარდი ესე ორ დღეში. რო არ გამოქანდება,
მოდი. და უკვე პრედსტავლენია იწყება. ერთხელ საკედან მომხვევს, მეორე ხელს იქედან მომხვევს და მესამე ხელითაც მარმალადს არ მომაწვის. ბატონო ივანე. გიჟი მღრელის ქალსაც სამი ხელი აქვს ეს. რას ჩაცივდი ამ სამ ხელს რაღაცო? ერთ ხელს საკედან მომხვევს, მეორე ხელს საკედან მომხვევს. აიცა ცუდად ვზივარ. გამოქანდება. მიყვარ ხარ, დაიძახებს და ერთ ხელს საკედან მომხვევს, მეორე ხელს საკედან მომხვევს, აი მარმალ, არა. ერთ ხელს საკედან მომხვევს, მეორე ხელს საკედან მომხვევს, ახლა დარჩა მარმალადი. ეცადე, ერთ ხელს საკედან მომხვევს, მეორე ხელს საკედან მომხვევს და მარმალადს რითი მაჭმევს? მარმალადს მე თვითონ ავჭამ. როგორ გამაცინე? მერე რომ იცოდე. რა გემრიელია. რა თბილია. რა ფუმფულა და რა ტკბილი. დარო კი არა მარმალადი. დღესაც მე და ჩემმა მარმალადონამ ერთად უნდა ვისადილოთ. რესტორანში არა ბატონო ივანე. მე მაგის ბედი ვინ მამცა რესტორანში კი არა აი აქ ამ ოთახში. მე ქალბატონი მაგდა? წავა. საწავ. ეგ მე ვიცი. სამი კვირია მაგ თემაზე ვმუშაობ. ჩემი ხელითა ჩემს თავზე და პირველად ჩემს სიცოცხლეში ანონიმური უსტარი დავწერე. სამი კვირა ვწერდი. სამი კვირა წიგზო წერდი ეს? არა. ნახევარ გვერდს. ნახევარ გვერდსა, სამი კვირა ბატონო ივანე. ო, სამი კვირა მარცხენათი ვწერდი. ასეთი წერილი მივწერე. ვითომ გულშემატკივარის წერს ჩემს სოლსა. ქალბატონო დარო. გუნიავას კალო, მაგდა. მაპატიე. დარო მახსენდებ. ქალბატონო მაგდა. ეგრო გამიგოს ჩემოწო. ქალბატონო მაგდა გუნიავას კალო. თქვენას სამექს გამოისობითა მარნეულში ხართ გადახვეწილი და გათხოვილი ბრძანდებით იმ რეგვენზე და ის რეგვენი მეუღლე თქვენ ღალატობთ. თუ გინდა დარწმუნდეთ მეუღლის ღალატში დღეს ზუსტად პირველ საათსა და 30 წუთზე ბუშლაეთის ბაღში თქვენს მეუღლეს პაემანი აქვს ერთ კიჭებიან გოგონასთანა. ჩემი ცოლი ალერგიულად არის კიჭებზე, ამას რომ წაიკითხავს იმ წუთში გაფრინდება ბუშლაეთის ბაღში, მე კი დავრჩები აქ. ჩემს მარმალადო ნასთან. რა კარგად მოგიგე კაცო. ობონა არა თქვა. რა კარგად მოგიგე. ვერ გაიგე შენ არა თქვა. განარარი რო ეგრე მადიანად იცინი? განარარი რო ეგრე მადიანად იცინი? შვილო რა გამაცინებს როცა ამოდენა საქმეები მაქვს. შენა კიდე დაიხსომე ართმეტიკა კლეჩად როელში უნდა გამოიყვანო. გასაგებია ბატონო ივანე, გასაგებია. ბანოშ დღეს კლიმიანთა უნდა წავიდეთ. ეხლა? არა, საღამოს. საღამოს სადაც გინდა იქ წამოვა. კლიმიანთა თბილისის მოწინავე ახალგაზრდობა იკრიბება. იქნებ ჩვენს ჩიორასათვის ვინმე ტოლფერი შევარჩიოთ. ემანდ გაუთხოვარი არ დაგვრჩეს ჩვენი ჩიორა. ეგა? ეგ რომ გაუთხოვარი დაგვრჩეს მარტო ბუბლიკი გაგვყიდის. დღეში 8 კილოსა ჭამს თოკიანადა. ეხლა კი ადე ქარვასლაში წავიდეთ. ქარვასლაში რა გვინდა? ჩვენს ჩიორას ახალი ტანისამოსი უნდა უყიდო. ჯერ ძველი დახია რომ ახალი უყიდოთ? საღამოსთვის ხომ უნდა გამოვფრანჭო ჩიორა. ჩიორა უძახე და 20 მეტრა საიუბკე უნდა ეს ჩიორა? ჩიორა. ვერსად ვერ წამოვალ ეხლა ხომ იცი მზიანში ბევრ ხალხს რომ ხედავ თვალები მიჭრელდება და არსად დაგეკარგო მეშინია. კარგი, ვიცი რათაც გიჭრელდება ეგ თვალები, უნდა წამოხვიდე. ბავშვმა ტანსაცმლის მოვლა არ იცის. აბა, რას უშვრები? ბაშმაკს რას უშვრები? მე შენ გეუბნები ბაშმაკს რას უშვრები?
გოგო ბაშმაკს რას უშვრები? აი შეხედე ბაშმაკი. აი ბაშმაკი. ბაშმაკი ეგრე დადის, ბაშმაკი დადის ეგრე დადის ბაშმაკი. ბაშმაკს რას უშვრები? შენ მაგ ბაშმაკების ღირსი არ ახარ, იცი შენა? შენ მაგ ბაშმაკების ღირსი არ ახარ, მაგ ბაშმაკებს ჩამოგართმევ და ისე ივლი, ბაშმაკები თავისთვის ივლიან, შენ თავისთვის ივლი. აი ეგრე. ეს არ არის ბაშმაკების ღირსი. შენ მარტო შნუროკით უნდა იარო. აი ეგრე. შენ მაგ ბაშმაკებს ჩამოგართმევ და უბრალო ბაშმაკებს გიყიდი. აბა შეხედე. 4 წლის წინათ უყიდე რას აგამს. ჰა? აბა შეხედე. შეხედე რას აგამს, მაგ ბაშმაკებს ჩამოგართმევ და უბრალო ბაშმაკებს უყიდი. მაგაზე უბრალო რომელიღაა? აი უბრალო ბაშმაკები რომ არის იმას უყიდი. ბაშმაკი არა. ბაშმაკია? ბაშმაკია? მარა არა. ჰა? სამალიოტი და ბუზი ერთია, ორივე დაფრინავს. ბაშმაკი კი ბაშმაკია. ბაშმაკია. აი უბრალო ბაშმაკებს რო უყიდი, მე ნახამს ეგა. აი ის რომ არის საჭმელის სახელი რომ ქვია, გემრიელი საჭმელი. ბაშმაკი და საჭმელი. ო, ზაფხულის საჭმელი რო არის. აი იმას გიყიდი იმ ბაშმაკს. მაიცადე, გამახსენდა აჯაფსანდლები. აი აჯაფსანდლები, აი იმით ივლი შენა. ჩამოგართმევ მაგას. აი ეგრე. და მე ნახავ როგორ იქნები. ბავშვმა ტანსაცმლის მოვლა არ იცის. განა არ მიყვარს, მაგრამ ბავშვი კულტურულად უნდა აღზარდო. როგორ არ გეყვარება ჩვენი ჩიორა? შენ კიდე ჩიორა. ხომ გითხარ, ჩიორას ნუეძახი, პუჭდება ბავშვი. უნდა დაუძახო ჩიტი. რათა? რაც ჩიტია, ისიც ჩიორა. არა, ჩიორა მოფერებითია, ჩიტი კიდე ოფიციალურია. კარგია. აი, ნახე. რასაშვები, რატომ მარცხენ? თავს რათა მჭრი, რასაშვები. შეიძლება ესე წინდაზე გაიწმინდო ესე ბაშმაკი. მოდი ახლა, რამდენჯერ დაგარიგებ. რამდენჯერ გითხარი? 1000-ჯერ გითხარი? მილიონჯერ გითხარი? მილიარდჯერ გითხარი? 15ჯერ გითხარი? რომ აი ესე არ შეიძლება. დაისვა რა ბაშმაკი? ენარისთვის არის კაცო. ნერვები აღარა მაქვს რა. მოდი პაპასთან. მე რო დაგარიგე ის ლექსი ისწავლე? ხო, აბა სათაურის თქვი? ჭილყვავი. ხო, ჭილყვავი. მე კარგი ლექსია, ლირიული. აბა თქვი. დაიწყე. არ ვიტყვი. დაიწყე, ჭილყვავი ვიყავ, ჭილყვავი ეგრე იწყება მიდი. არ ვიტყვი. ჩიორ. არაქცხვენია? აბა არაქცხვენია იმ პატარა გიორგიმ უნდა გაჯობოს რომ დადგება და ჭილყვავი ვიყავ, ჭილყვავი როგორ ამბობს არა ბავშვი? კარგად ამბობდა, კარგად. ხო, შენ არ იცი? პაპას უთხარ ჭილყვავი შვილი. მიდის თქვი. პაპა რო წავა მერე გეტყვი. აი მაიცა, კარგი. ვისი ხარ შენა? დედასი. მაიცა. ეგ სწორია, მაგრამ ვისი ხარ? დედასი. ხო და კიდევა? დედასი. სწორია და ჩიტი. ცოტაც დედასი. სულ შენი ყოფილა. კარგი, რა გვარი ხარ მითხარ? გუნიავა. მე ვანო ვარ ხიმშიაშვილი. შენ რა გვარი ხარ? გუნიავა. წადი გუნიავები გიყიდიან. მე შენ არაფერს არ ადე. წადი ადე, გიყიდიან. არა, მიყიდო, ადე. არა, უნდა მე წამოხვიდე. ავად ყოფი კაცი ვარ. ჩიორ, პაპას კაპლი მოუტანე თვალები შვილი. მიჭრელდება, ვერსად ვერ წამოვალ. ეგ ვიცი რათაც გიგრელდება. ვერსად ვერ წამოვალ, რომ გეუბნებით მე ვერსად ვერ უნდა წამოვალ. წამოხვიდე, შენ პირი გააღე, არჩევი, მაიცა, არჩევი. ნინო, არა. აჰა, ეგ იყო რა გაყვირებს კაც. მაგდუშ ეს რა იყო? თვალის კაპლია, რა უნდა იყოს? არ გადამრიოთ. თვალის კაპს პირში რა უნდა? ადე რო ვერ წამოვალ. არ შემიძლია. უნდა წამოხვიდე. დაგეკარგები. უნდა წამოხვიდე. როგორ დამეკარგები ბაღი ხომ არა ხარ? გეუბნებით, ვერ წამოვალ. არა, უნდა წამოხვიდე. დაგეკარგებით, ვერ წამოვალ. არ შემიძლია. თქვენ წადით მე სახლში დავრჩებით თქვენ. არ შემიძლია. წადი რო გეუბნები. წადი, რა ჩიორ, ჩარა. თვალის კაპს პირში რა უნდა? ვერ თვალის. წადი,